სად ვიყავს? არა, სად ვიყავს? ეს კადრები 2025 წლის იანვარში თბილისის ცენტრში დაახლოებით ამ ტერიტორიაზე გადაღებული. როცა 18 და 23 წლის აქტივისტები რატი ტყემალაძე და ოთო კვარაცხელია მეგობრებთან ერთად პროევროპული აქციიდან სახლში ბრუნდებოდნენ. ვიდეოში ჩანს, როგორ გადაჰყავთ ისინი გაურკვეველ პირებს Hyundai-ის მარკის ავტომობილით, რომელსაც უცხო ქვეყნის სანომრე ნიშანი აქვს. შავი 60 აცვიათ, სიბნელია, გარჩევა შეუძლებელია. ეს არ არის პოლიციის მანქანა, რომელიც შემოგვყვება, არის სამი ადამიანი. აი მეტი არაფერი არ ჩანს. და გადავწყვეტი რომ გავქცეულიყავით. და როგორც კი გავიქეცით, მივხვდით რომ ეს ადამიანებიც უკენა გამოგვეკიდნენ და ამასობაში გამოჩნდა ეს მანქანაც. წინ გაგვიჩერა ისე თითქოს ჩვენ დაჯახებას აპირებდა წინ მოგვიჩერა და იქიდან გადმოვიდა 4 ადამიანი სრულიად ჩაოფში ჩასმული, არანაირად არ შეიძლება მათი იდენტიფიკაცია როგორც პოლიციელის. როდესაც ჩვენ ვფიქრობთ რომ ეგენი იყვნენ გადმოსულები ჩვენ საცემად. რატისა და ოთოს დაკავებას შეესწრნენ მათი მეგობრები, რომლებმაც კადრები გადაიღეს. ისინი სტუდია მონიტორთან ამბის დეტალებს იხსენებენ. შეგვეშინდა მანდიდან გამომდინარე, რომ დავინახეთ რაღაც უცნაური მანქანა, ჩორებული Hyundai, რაღაცა უცნაური ნომრებით და ანუ რა თქმა უნდა, შავებში შეცმული ადამიანები მიდიხარ იქ რომ ტიტუშკები არიან, ვიღაცა სხვა ადამიანები არიან, ანუ არ იცი რას უზავენ რა. არ იყო ეს ჩვეულებრივი დაკავება. და მეთქი შევ ვიდეო, ყველაფერი უნდა ითქვას, არავინ არ დაგვიჯერებს. რაღაც ეგეთი გზნობას მქონდა, რომ მეთქი ხა ვიდეო რო არ ჩართო, არავინ არ დაგვიჯერებს, რომ ესე იყო. იმიტომ რომ პირველად ვნახე, პირველი შემთხვევა იყო ჩემთვის და საერთოდ მედიას ეს ხო ათვალიერებ ხა ყოველდღე რა ხდება, მაგრამ ეს გატაცება პირველი იყო. სად მიყავთ? გატაცება სინამდვილეში დაკავება აღმოჩნდა. შავებში ჩაცმული არაიდენტიფიცირებადი პირები, რომლებიც უცხო ნომრიან ავტომობილს მართავდნენ, არა ეგრეთ წოდებული ტიტუშკები, არამედ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იყვნენ. აი აქ როგორც გამოვით, აი რატი და ოთო ვარაუდობენ, რომ პოლიცია სინამდვილეში სხვებს ეძებდა და ისინი შეცდომით აიყვანა. ამის მიუხედავად სასამართლომ ორივე აქტივისტი სახის ნიღბის ტარებისა და პოლიციელების მოთხოვნის დაუმორჩილებლობის ბრალდებით 2200 ლარით დააჯარიმა. რადგან ვიღაცას გავდით თუ რაღაც ეგეთი მოგვიწერა რაღაც 2 საათი დაკითხვაზე ყოფილიყავით, მე იზოლატორში, მე რაღაც უსამართლო ჯარიმა და ყველაფერი ეს მიეწყო ერთმანეთს ისე რომ თვითონაც მიხვდნენ რომ საბოლოო ჯამში ჩვენ დამნაშავეები არ ვიყავით, მაგრამ რაღაცნაირად ეს გაამართლეს თავისი რაღაცა ბჭყალებში სპეცოპერაცია, რომ ანუ ტყუილად არ უყანევართ, სხვა ადამიანებს ეძებდნენ საბოლოო ეს ანუ დარწმუნების შემიძლია თქვა, იმიტომ რომ კადრებს გვაჩვენებდნენ ადამიანებს, რომელიც ჩვენ არ ვიყავით. ორი ახალგაზრდა სად თქვენ ვიზანდით. აქტივისტები პოლიციელებმა გერმანიის სანომრე ნიშანმიკრული ავტომობილით დააკავეს. ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სავარაუდო თვალთვალისა და დაკავებებისთვის ევროპის სხვადასხვა ქვეყნის სანომრე ნიშნებს იყენებს. სტუდია მონიტორი თვეების განმავლობაში აკვირდებოდა და სწავლობდა პოლიციის თანამშრომლების ავტომობილების სანომრე ნიშნებს. ჩვენ აღმოვაჩინეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა ავტომობილებზე მიკრული არაერთი ვადაგასული სანომრე ნიშანი, რომელიც საფრანგეთის, პოლონეთის, უნგრეთის, გერმანიის, ლატვიისა და სხვა ქვეყნების მიერ არის გაცემული. საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე BMW-ს მარკის ეს ავტომობილი სტუდია მონიტორის კამერამ პროევროპული აქციების დაწყებისთანავე დააფიქსირა. მანქანას პოლონეთის სანომრე ნიშანი უკეთია. კადრებში ჩანს, რომ ავტომანქანაში 2 მამაკაცი ზის. ერთ-ერთ ხელში პოლიციელის ქუდი უჭირავს, რომელსაც შემდეგ მალავს. ავტომობილს წინაც და უკანაც პოლონეთის ნომერი პლასტმასის ხუნდებით აქვს მიკრული. სტუდია მონიტორმა პოლონეთის ზუსტად ეს სანომრე ნიშანი სხვადასხვა დროს კიდევ 2 სხვა მარკის ავტომანქანაზე, ოპელსა და შკოდაზეც დააფიქსირა. შკოდას მარკის ავტომობილის გადაღების დროს ჩვენთან 2 პიროვნება მოვიდა, რომლებმაც თავი უბრალო მოქალაქეებად გაგვაცნეს. დიახ. რატო უყურებთ? ვისოლაპარაკები მე ახლა? უბრალო მოქალაქე ვინც ტიპოს რატო უყურებთ მანქანას? კი, ნინო წორა ვარ სტუდია მონიტორიდან. მაინტერესებს ეს რა ნომერია. თქვენ პოლიციაში მუშაობთ თუ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში? აბა რატო დაინტერესდა? დაინტერესა მანქანას უყურებთ, აი? კი, მაშინ თქვენ გამიცეთ პასუხი ეს რა ნომერია? როგორც პოლიციის ნომრები. ხო, და პოლიციის ქუდი არის აგერ და პოლიცია როდისმე გადაადგილდება. როდისმე გადაადგილდება არა ქართული ნომრებით. გასამბაჟებელი მანქანა ყავს ეგ მან ჩამოყანილი ადამიანი. მართლა?
შედადიხართ ხოლმე ესეთი ნომრებით? ჩვენ არ ვფერდები. აი უყურეთ მე რა. პოლიციის კუდი რო არის ხშირად დადიან თქვენი კოლეგები? მე რითი მანქანით. კოლეგები ხშირად დადიან თქვენი ესეთი ნომრებით, რომელიც სახელმწიფოს ნომერი, საქართველოს სახელმწიფო ნომერი არ არის? ხო, პოლიციელი ხართ. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ხართ? უცნობი პირები, რომლებმაც კატეგორიულად უარყვეს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არიან და უცხოურნომრიანი ავტომობილი მათ არ ეკუთვნით, სინამდვილეში პოლიციის თანამშრომლები აღმოჩნდნენ. ჩვენ გავარკვიეთ, რომ სწორედ ეს პირები ისხდნენ ადრე გადაღებულ BMW-ს მარკის ავტომობილში, რომელსაც იდენტური პოლონეთის სანომრე ნიშანი ჰქონდა. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციის მანქანების გვერდით ჩვენ კიდევ ერთი ავტომობილი აღმოვაჩინეთ, რომელსაც პოლონეთის სხვა სანომრე ნიშანი ეკეთა. პოლიციელი ხართ? აბა, ეს რა ნომრებია შეგიძლიათ რომ მითხრათ? ანუ ევროპიდან ვაჩინოს. ხო, რამდენი ხნის წინ ჩამოიყვანეთ მანქანა? ეს სულებს. ჩამოწიეთ თუ შეიძლება, კითხვა მაქვს, რა ნომრებია? ეს პირიც, რომელმაც ჩვენთან საუბრისას თავისი ვინაობის დამალვასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი აღმოჩნდა. Volkswagen-ის მარკის ეს სრულიად დაბურული ავტომობილი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც სტუდია მონიტორის კამერამ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე პროევროპული აქციების დაწყებისთანავე არაერთხელ დააფიქსირა. ავტომანქანას გერმანიის სანომრე ნიშანი აქვს მიკრული. კადრების გადაღების დროს დავინახეთ, როგორ გადმოვიდა მანქანიდან ეს მამაკაცი. უკაცრავად, შეგიძლიათ მითხრათ ეს რა ნომრებით დადიხართ? შემოხანა აი. ჟურნალისტი ვარ ნინო წერავა სტუდია მონიტორიდან. მითხარით თუ შეიძლება როგორ ამანქანით მოძრაობთ? ერთი წუთი რა. რატომ არ გაქვთ სახელმწიფო ნომრები? ერთი წუთი რა გამჩამოშორდი რა. ჟურნალისტი ვარ და მაინტერესებს. გავიგე და ჩამოშორდი. ხელს მომკრავთ ერთ და მიპასუხეთ. როგორც სტუდია მონიტორმა გაარკვია, ეს მამაკაცი, რომელიც ჩვენს კითხვებს გაიქცა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია. იგი მოგვიანებით იმავე ტერიტორიაზე პოლიციის ფორმით ერთ-ერთი საპროტესტო აქციის დროს გადავიღეთ. ჟურნალისტურ გამოძიებაზე მუშაობის პროცესში ბოლო 6 თვის განმავლობაში მხოლოდ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩვენ ვადაგასული ან ყალბი უცხოური ნომრებით მოძრავი არაერთი ავტომობილი დავაფიქსირეთ. ამ ავტომანქანებს ფორმიანი თუ უფორმო პოლიციელები მართავდნენ. ჩვენ ასევე გადავიღეთ, როგორ ანაცვლებდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები უცხოურ ნომრებს საქართველოს სანომრე ნიშნით პირდაპირ ოპერაციის ადგილზე ან პოლიციის განყოფილებასთან. 18 აპრილს ერთ-ერთ ასეთ ავტომობილს პარლამენტის გვერდით ჭიჭინაძის ქუჩაზე პოლიციელებმა ჩვენ თვალწინ მოხსნეს უცხოური სანომრე ნიშანი და საქართველოს სანომრე ნიშანი დაუყენეს. იგივე მოხდა 6 მაისს. პოლიციელმა ამჯერად საფრანგეთის ნომერი საქართველოს ნომრით პოლიციის განყოფილებასთან შეცვალა. ვადაგასული სანომრე ნიშნები, რომლებსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები სავარაუდოდ თვალთვალის მიყურადებისა და დაკავების მიზნით იყენებენ, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში გასულ წლებში გაცემული სანომრე ნიშნებია. მათ შორის არის როგორც გაუქმებული ვადაგასული, ისე დროებითი სატრანზიტო ნომრები. სად მიყავს? Hyundai-ის მარკის ავტომობილს, რომელიც პოლიციამ 18 იანვარს თბილისში სანდუკელის ქუჩაზე ორი აქტივისტის დასაკავებლად გამოიყენა, გერმანიაში გაცემული დროებითი სატრანზიტო ნომერი ჰქონდა მიკრული. ეს სანომრე ნიშანი გერმანიაში მხოლოდ 5 დღის ვადით გაიცემა და მისი გამოყენება მხოლოდ გერმანიის ტერიტორიაზე შეიძლება. მასზე დატანილი რიცხვებიდან ჩანს, რომ ნომრის მოქმედების ვადა 2022 წლის 14 ოქტომბერს ამოიწურა. 2025 წლის 18 იანვრის ღამეს, როცა ზანდუკელზე ორი აქტივისტი დააკავეს, აღნიშნული სანომრე ნიშნით Hyundai-ის მარკის ავტომობილს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი დიმიტრი ქუშაშვილი მართავდა. ბატონო დიმიტრი, მიუხედავად იმისა, რომ ოქმზე ხელს სწორედ დეტექტივი ქუშაშვილი აწერს, პოლიციელმა ზანდუკელის ქუჩაზე დაკავების ოპერაციაში მონაწილეობა საერთოდ უარყო და არც იმაზე გვიპასუხა, რა მიზნით და რამდენად კანონიერად იყენებდა გერმანიის ვადაგასულ სანომრე ნიშანს. 18 იანვარს თქვენ მართავდით Hyundai-ის მარკის ავტომობილს, რომელსაც ჰქონდა ვადაგასული გერმანული სანომრე ნიშანი მიკრული. ეს მანქანა. სწორედ ამ მანქანით დააკავეთ აქციის ორი მონაწილე ზანდუკელის ქუჩაზე. თქვენი ფოტოც მაქვს, ნახეთ, თქვენ ხართ.
რამდენად კანონიერია, რომ თქვენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი იყენებთ ვადაგასულ სანომრე ნიშანს? მიპასუხეთ თუ შეიძლება. მე არა ვარ, არ ვიცი. თქვენ ხართ ბატონო დიმიტრი, ვიცით რომ თქვენ ხართ. რა მიზნით იყენებთ ამ ნომრს? თუ შეგიძლიათ რო გითხრათ. არა, მიპასუხეთ, იმიტომ რომ ჩემი ძალიან მნიშვნელოვანი ჩემი მანქანაც არ არის ეს. როგორ არის თქვენი მანქანა? თუ არ ვარ. ჩვენ დაგვიდასტურეს, აინახეთ ბატონ დიმიტრი, ეს ხართ თქვენ. დაგვიდასტურეს კიდეც ადამიანებმა, რომლებიც დააკავთ. მითხარით თქვენი გვარი? ქუშაშვილი დიახ, თქვენ ხართ დიმიტრი ქუშაშვილი, კი ბატონო, თქვენ აწერდით მათ შორის ოქმს ხელს. რამდენად კანონიერია, რომ თქვენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები იყენებთ ევროპულ ნომრებს? ჩემი მანქანა არა. თქვენ ხართ ბატონო დიმიტრი, რამდენჯერ უნდა უარყოთ თქვენი თავით? ვიცით რომ თქვენ ხართ. ამ ნომრებს აქციის მონაწილეების დევნისთვის და დაკავებებისთვის იყენებთ ბატონო დიმიტრი, თუ შეგიძლიათ რო გითხრათ? საქართველოში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა, რომელიც სტუდია მონიტორის მიერ ჟურნალისტური გამოძიების დროს მოპოვებულ ფოტო და ვიდეო მასალას გაეცნო, ოფიციალურად მოგწერა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვა სამსახურების მიერ გერმანიის ტერიტორიაზე გაცემული ვადაგასული სანომრე ნიშნების გამოყენება გერმანიის კანონმდებლობით ცალსახად უკანონოა. სანომრე ნიშნები ყვითელი ზოლით არის მოკლევადიანი სანომრე ნიშნები, რომლებიც გაიცემა გერმანიაში მაქსიმუმ 5 დღით ტესტირების, შემოწმების ან მიწოდების მიზნით. სანომრე ნიშნები წითელი ზოლით არის მიწოდების სანომრე ნიშნები, რომლებიც გამოიყენება მანქანის ერთი მფლობელიდან მეორესთან ან გერმანიიდან სხვა ქვეყანაში მანქანის გადაყვანის მიზნით. ისინი კანონიერ ძალას მიწოდებისთანავე კარგავენ. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს სანომრე ნიშნები ვადაგასულია. მათი გამოყენება აღარ არის ნებადართული გერმანელებისთვის. სამწუხაროდ საქართველოში ასეთ სანომრე ნიშნებს უკანონოდ არც თუ ისე იშვიათად იყენებენ. თუ ამ სანომრე ნიშნებს ქართველი სამართალდამცავები იყენებენ, ეს ასევე უკანონოა. როგორ ხდება უცხოეთში გაცემული სანომრე ნიშანი ან დროებითი სატრანზიტო ნომერი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელში? როცა უცხოეთიდან საქართველოში ავტომობილი შემოდის, საბაჟო პროცედურების შემდეგ უცხოეთში გაცემული სანომრე ნიშანი იხსნება და საბოლოოდ გასანადგურებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გადაეცემა. ამავდროულად ვადაგასული უცხოური ნომრები თბილისში რამდენიმე ადგილას იყიდება, მათ შორის მშრალ ხიდზე, სადაც წყვილი ნომერი 40 ლარი ღირს. ასევე ელიავას, ისნისა და ფეიქრების ბაზრობებზე. ყოფილმა პოლიციელებმა სტუდია მონიტორს ანონიმურობის დაცვის გარანტიით დაუდასტურეს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობის დროს ვადაგასულ უცხოურ ნომრებს ბაზრობებზე ეუფლებოდნენ და პირად ავტომობილებზე არალეგალურად იყენებდნენ. მათ შორის ვიდეო ჯარიმების თავიდან აცილების მიზნით. უცხო ქვეყნის სანომრე ნიშნების ამოღების წესს საქართველოში შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება არეგულირებს. სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ ბრძანების მე-16 მუხლში ნათქვამია, რომ საბაჟო პროცედურების შემდეგ უცხო ქვეყნის სანომრე ნიშნები მიღება ჩაბარების აქტის საფუძველზე ბარდება შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს. მე-20 მუხლში ვკითხულობთ, რომ სააგენტოსთვის ჩაბარებული ან და მიმოქცევიდან ამოღებული სანომრე ნიშნები და ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრები ნადგურდება დადგენილი წესით. ამავე დროს, იმავე მე-20 მუხლში ნათქვამია, რომ დაუშვებელია მიმოქცევიდან ამოღებული ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის მიმოქცევაში ხელახალი გაშვება, გარდა ოპერატიულ სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოებისთვის. თბილისის ყოფილი პროკურორის მაია მწარიაშვილის აზრით, უცხოური ვადაგასული სანომრე ნიშნების გამოყენება უკანონოა. უცხოური ნომრები ოპერატიული დანიშნულებისთვის ვერ იქნება გამოყენებული. უცხოური მანქანა შემოვიდა ამ ტრანზიტულ რეჟიმში, შემდეგ ეს ნომერი ექვემდებარება უტილიზაციას, ნებისმიერ შემთხვევაში მისი გამოყენება არ შეიძლება და მით უფრო არც ერთ სხვა მანქანაზე მისი გამოყენება არ შეიძლება. ამიტომ ხო, აქ პრობლემა ზედაპირზე დევს. ახლა სხვა ამბავია, როდის იქნება სურვილი ამ საქმის გამოძიების. შინაგან საქმეთა სამინისტროს ამაზე უნდა გიპასუხოთ. ნებისმიერ შემთხვევაში აი ეს ნომრები მათ უნდა, ასე ვთქვათ, ოფიციალურად მიმართოთ, გაუგზავნოთ და მათ უნდა გიპასუხონ, ეს ნომრები რა ნომრებია, რა რეჟიმში მოძრაობს ქალაქში. კანონი ოპერატიულ სამძებრო საქმიანობის შესახებ, როგორც შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებს, ისე სახელმწიფო უსაფრთხოების, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო და დაზვერვის სამსახურებს კონსპირაციის მიზნით აძლევს ეგრეთ წოდებული ოპერატიული ნომრის გამოყენების შესაძლებლობას. ეს არის ფარული სანომრე ნიშანი, რომელიც კონკრეტული ოპერატიულ სამძებრო საქმიანობისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში იბეჭდება. მკაცრად განსაზღვრული წესით გაიცემა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სანომრე ნიშნების საერთო ბაზაში არ იძებნება. მსგავსი ნომრებით
სამინისტროს ვიცე-პოლკოვნიკი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი გიორგი ირემაშვილი, რომელიც 2021 წლამდე შინაგან საქმეთა სამინისტროში მაღალ თანამდებობებს იკავებდა, ახლა კი პოლიტიკურ ემიგრაციაშია, გვეუბნება, რომ მისი მუშაობის პერიოდში ეგრეთ წოდებულ ოპერატიულ ნომრებად უცხოეთის სანომრე ნიშნების გამოყენების პრაქტიკა არ ყოფილა. უცხოური ტრანზიტული ნომრების გამოყენება ეს საერთოდ წინააღმდეგობაში არის კანონთან და ამას არაფერი ოპერატიულ საქმიანობასთან ამას არაფერი საერთო არ აქვს. კონკრეტულად ოპერატიულ საქმიანობაში ტრანზიტული ნომრების გამოყენება, რა ვიცი, ხა მაგის პრეცედენტი არ ყოფილა და არც იყო საჭიროება, უბრალოდ აი რა შეიძლება დაგჭირებოდა ტრანზიტული ნომრები, რომ შეგიძლია ჩვეულებრივი სტანდარტული ნომრები, ოპერატიული ნომრები გამოიყენო და იგივე ფუნქციის შემასრულებელია და იგივენაირად ისარგებლებ იმით და ანუ საჭიროებაც არ იყო მაგის. და ეხლა ალბათ ხო სავარაუდოდ აი არ ვიცი, ალბათ ეს რო არ გაიშიფრონ და კონსპირაციის უკვე შემდეგ ლეველზე არიან ასულები, რომ ფიქრობენ, რომ ანუ თუ ტრანზიტული ნომრებს იხმარენ და თუ პოლიციის თანამშრომლებს სამოქალაქო ფორმას ჩააცმევენ, არ გაიშიფრებიან და ესეც უკავშირდება რა თქმა უნდა ისევ და ისევ ამ საპროტესტო აქციებს, რომ რამე არ გამოეპაროთ, ყველაფერი იყოს დაფიქსირებული და შემდეგ ეს უამრავი ზღვა მასალა გროვდება, ამ მასალას ალბათ სავარაუდოდ მე ვიღაცა უძვის ანალიზს უკეთებს, სახეებს არჩევენ. ეს უფრო ღია თვალთვალის ფორმა არის, რომ პროტესტანტს გქონდეს გაცდა, რომ მას უყურებენ და უთვალთვალებენ. და არაფერი დაუფიქსირებელი არ დარჩება. ეს აღარ შეიძლება უკვე რომ ფარულში გადიოდეს რამე ფარულ ღონისძიებაში. ეს არის უკვე ღია თვალთვალის ფორმა, რომ ჩვენ აქ ვართ, გიყურებთ და გაკონტროლებთ. ეს მანქანების ეს ნომრები უნდა კონდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილი უფროსი ირაკლი შაიშმელაშვილი, რომელიც 2024 წლის დეკემბერში მუქარის გამო იძულებული გახდა საქართველოს დაეტოვებინა და ოჯახთან ერთად პოლიტიკური თავშესაფარი ამერიკის შეერთებულ შტატებში მოეთხოვა, ჩვენთან ინტერვიუში ამბობს, რომ წინა წლებში უნახავს როგორ იყენებდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები რუსეთის სანომრე ნიშნებსაც. 2020 წელს თუ 19 წელს მაქვს ნანახი რუსული ნომრები, რომლების თანამშრომლებს მანქანებს შეეყარათ. ანუ საბარგულში ჰქონდათ რუსული ნომრები, მოხსნიდნენ ამ შკოდებზე, ან დაუშვათ ჯიპებზე და რუსულ ნომრებს დააყენებდნენ და ისე მოძრაობდნენ. მაშინ ვიკითხე, რომ თქვი რასთან აქვს საქმე მეთქვი და ამის გარდა კიდე ბევრი გვაქვს. ვის რაც ხდება დამიჯერეთ აი სანომრე ნიშნებს, ეს არ არის ეს სისტემური პრობლემის ანუ ეს არ მოდის რომელიმე კონკრეტული დეპარტამენტის ხელმძღვანელიდან ეს ბრძანება. იმდენად არის ეს სისტემა მოშლილი, რომ ვიღაცა შეიძლება სამმართველოს უფროსი ან გაყოფილების უფროსი, ხო, ჩვეულებრივი საშუალო რგოლის მენეჯმენტი იღებდეს მაგაზე გადაწყვეტილებას. რომ მანქანაში ეყაროს რამოდენიმე ნომერი ბულგარეთის, გერმანიის, რუსეთის, ასე შემდეგ და ანუ როგორ შეიძლება საქართველოს იყენებდეს ნებისმიერი საქმიანობისთვის საქართველოს ტერიტორიაზე გერმანულ ნომერს. აი რაში უნდა სჭირდებოდეს ევროპული ნომრის გამოყენება. როდესაც აქვს თავისი ოპერატიული ნომერი, ქართული ნომერი, ხო? ქართულ ნომერს იყენებენ დაუშვათ გერმანული საპოლიციო ღონისი, გერმანული სპეცდანიშნულების ქვედანაყოფები, აი რაში უნდა გამოიყენო ან პოლონეთის, ან ბულგარეთის ქვეყნები? კიდევ უფრო დიდ პრობლემას სამართალმცოდნეები იმაში ხედავენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ვადაგასულ უცხოურ სატრანზიტო ნომრებს ამ კონკრეტულ შემთხვევებში არა რეალური ოპერატიულ სამძებრო საქმიანობის და საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის, არამედ პოლიტიკურ ოპონენტებზე თვალთვალისა და დაკავებებისთვის იყენებს. იმ მიზნით, რომ ასეთი პოლიტიკური დევნა დაუსჯელი დარჩეს და პოლიციელების იდენტიფიცირება შეუძლებელი იყოს. ჩვენ როდესაც საუბრობთ იმას, რომ დაკავებული არაერთი დაკავებული გახდა წამების, არა ადამიანური მოპყრობის მსხვერპლი, პოლიციელთა მხრიდან თავისი უფლებამოსილების გადამეტების მსხვერპლი, აქ განსაკუთრებით აქტუალური ხდება საკითხი, როგორ უნდა მოხდეს ამ პოლიციელის იდენტიფიცირება, ხო? და როდესაც ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ უკვე ფაქტობრივად აქ შემოდის უცხოური სანომრე ნიშნები, რომლებიც ბრუნვიდან არის ამოღებული და მის უკან რეალურად ვინ დგას, ეს შეიძლება ვერც კი კონტროლდებოდეს, ეს არის ცალსახად პოლიტიკური დევნისთვის გამოყენებული და შესაძლებელია ეს საქმიანობა სწორედაც დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს.
რა მიზნით გადაწყდა ეგრეთ წოდებულ ოპერატიულ ნომრებად უცხოეთის ვადაგასული სატრანზიტო ნომრების გამოყენება, რომელი ბრძანებით ან საიდუმლო ნორმატიული აქტით რეგულირდება ეს სფერო და რატომ გამოიყენება პოლიციელების მანქანებზე კონკრეტულად ვადაგასული ნომრები. ამ კითხვებით ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროს მივმართეთ, თუმცა პასუხი არ მიგვიღია. ამის შემდეგ შევეცადეთ პასუხი შინაგან საქმეთა მინისტრისგან, ვახტანგ გომოლაურისგან მიგვიღო. რამდენად კანონიერად იყენებენ თქვენი მიპასუხეთ შეიძლება რამდენი კანონიერად თქვენი პოლიციელები იყენებენ ყალბ და ვადაგასულ სანომრო ნიშნებს. უცხოური არაიდენტიფიცირებადი სანომრო ნიშნების გამოყენება თვალთვალის დროს გაგრძელებაა იმ გაუმჭვირვალე პოლიტიკისა, რომელსაც ქართული ოცნება და შინაგან საქმეთა სამინისტრო განსაკუთრებით ბოლო წლებში ატარებს. პოლიციელებს როგორც წესი არ აცვიათ ფორმა. ნიღბით დაფარული აქვთ სახეები. არ გააჩნიათ შესაბამისი სანომრე ნიშნები. გამართული აქვთ სამხრე კამერები. არ ატარებენ არანაირ აღნიშნულ ნიშანს, რაც მათი ამოცნობის, ხოლო საგამოძიებო ორგანოებს პოლიციელთა ან სპეცრაზმელთა მხრიდან ჩადენილი დანაშაულის გამოძიების საშუალებას მისცემდა. გაუმჭვირვალე პოლიტიკის პარალელურად ბოლო წლებში პოლიციელთა და სპეცდანიშნულების რაზმის წევრების მიერ ჩადენილი დანაშაულის ფაქტები პირდაპირ პროპორციულად იზრდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეციალური რაზმის წევრის სასტიკი თავდასხმა გურამ როგავაზე, რა დროსაც ფორმულა ჟურნალისტს კისრის მალა და სახის ცვლები გაუტყდა. ამ თავდასხმიდან 6 თვე გავიდა და დამნაშავე ისევ დაუსჯელია. ამ დრომდე გამოუძიებელია სპეცრაზმელთა მხრიდან წაქცეული დემონსტრანტის ზვიად მაისაშვილის უმოწყალო ცემის ფაქტი. ასევე ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და აქტივისტების დაკავების, გატაცებისა და ცემის ათეულობით ფაქტი, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები მონაწილეობდნენ. სპეციალური საგამოძიებო სამსახური, რომელიც კანონით უფლებამოსილია სამართალდამცველთა მხრიდან წამების მუხარის, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, ჯანმრთელობის დაზიანების, ძალადობის და სხვა დანაშაულის ფაქტები გამოიძიოს, პირდაპირ აღიარებს, რომ უძლურია. გამოძიებას მოპოვებული აქვს სამეთვალყურეო ვიდეო კამერების ჩანაწერები, რომლებშიც ასახულია სამართალდამცველის მხრიდან აქციის მონაწილის მიმართ ძალადობა. თუმცა სამართალდამცველის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება. საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები აღჭურვილნი არიან სპეციალური ფორმით, რობოკოპით, ჩაფხუტით და ნიღბით, რომელზეც არ არის დატანილი აიდენტიფიცირებელი მონაცემები. შესაბამისად, ძალადობის ფაქტების თვითმხილველი პირების არსებობის შემთხვევაშიც კი თითქმის შეუძლებელია არაპროპორციული ძალის გამომყენებელი სამართალდამცველის იდენტიფიცირება და ნეიტრალური მტკიცებულებების მოპოვება. ექსპერტების აზრით, ჟურნალისტ გურამ როგავასა და დემონსტრანტ ზვიად მაისაშვილზე, ისევე როგორც სხვა აქტივისტებზე, ჟურნალისტებსა და პოლიტიკოსებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები და სპეცრაზმელები ასე ღიად კამერების თვალწინ თავდასხმას ვერ გაბედავდნენ, მათ ჩაფხუცსა და ჟილეტზე სპეციალური საიდენტიფიკაციო ნომერი რომ ყოფილიყო დატანილი, როგორც ამ კადრებში თურქეთის სპეცრაზმელებს აქვთ. სპეცრაზმელთა დანომრა ბიძინა ივანიშვილის ფავორიტმა. ამჟამად ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის სანქციების ქვეშ მყოფმა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსმა ზვიად ხარაზიშვილმა იგივე ხარებამ გააუქმა. მე როდესაც მივედი შინაგან საქმეთა სამინისტროში, მე დაამხოდა ეს პრაქტიკა, როცა იყო ნუმერაცია და დანომრილი იყო და როდესაც დეპარტამენტში მოვიდა ხარაზიშვილის ბრძანებით იქნა ეს ნუმერაცია მოხსნილი. დანომრილი იყო რობოკოპები, ანუ ეს სპეციალური აღჭურვილობა ზურგზეც, დანომრილი იყო წინამხრიდან, დანომრილი იყო კლავზეც, დანომრილები იყო ჩაფხუტებით. ამას ჰქონდა ლოჯისტიკური მართვის ასპექტში, ანუ ორი ფაქტორი, ლოჯისტიკური მართვის ასპექტი რომ გაუმჯობესებულიყო და იოლი ყოფილიყო გაცემა, შენახვა, მოხმარება და ასე შემდეგ და მეორე იყო ბუნებრივია გადასტომები, ანუ 2019 წლის გავრილოვის ღამის ინციდენტის ფაქტთან დაკავშირებით, რომ ყველაზე ცნობილი ეს არის, ხო? ანუ ზუსტად მაგ ნუმერაციით მოხდა მაშინ თანამშრომლების იდენტიფიცირება, ვინც კონკრეტულად გამოიკვეთა, ხო, რომ გადასტომებით ჩადიოდნენ, ანუ ეს როლა იყო თუ ძალის გადამეტება თუ ასე შემდეგ.
2023 წლის მარტიდან მოყოლებული, როცა ბიძინა ივანიშვილმა ღიად დაიწყო ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორის შემოტრიალება, დემოკრატიული ინსტიტუტების ნგრევა და ძალაუფლების უზურპაცია, პოლიციელთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების და შესაძლო დანაშაულის უამრავი ფაქტი დაფიქსირდა. ამ დრომდე არ დასჯილა არც ერთი პოლიციელი. არ დამდგარა არათუ ოცნების შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურისა და სხვა მაღალჩინოსნების, არამედ სამინისტროს ქვედა-რგოლის პასუხისმგებლობის საკითხი. ყოველთვის რთული იყო პოლიციელების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიება და მათ შორის ამ მიზეზის და სხვა მიზეზების გამოც. მაგრამ სხვა ამბავია, როდესაც ამას სახელმწიფო თვითონ ახალისებს და შემდეგ თვითონვე ვითომ ვერ იძიებს. ანუ თვითონვე ქმნის იმ წინაპირობებს, რომ არ იყვნენ ასეთი პოლიციელები დადგენადი, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში, როდესაც პოლიციელი დადგენადია, ძალიან რთულია მას მისცე იმ ტიპის დავალებები, რაც არ ეტევა კანონის ფარგლებში, ხომ? ანუ იშვიათად ნახავ ასეთ ადამიანს, რომელსაც შუბლზე აწერია სახელი და გვარი და ღიად მოქმედებს უკანონოდ. ამიტომ ეს კომფორტის შექმნა ორმხრივ ინტერესშია. ასეთი ტიპის საპოლიციო სტრუქტურებსაც და ასეთი ტიპის ქვეყნებსაც, რასაც ახლა ჩვენ დავემსგავსეთ, აწყობთ. ასეთი რეგულაციები, ანუ რეგულაციები ნოლი, რომ პოლიციელი იყოს იმ ტიპის თავისუფლება ქონდეს, რომ მისი ამოცნობა შეუძლებელი იყოს. საქართველომ დამოუკიდებლობა საბჭოთა მილიციის პირობებში დაიბრუნა. შემდეგი 15 წელი კი შინაგან საქმეთა სამინისტრო ყველაზე კორუმპირებული სამსახური იყო. ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს პოლიციის რეფორმა საჯარო სამსახურის ერთ-ერთი ყველაზე ყოვლისმომცველი და მნიშვნელოვანი რეფორმა გახდა, რომელმაც ქვეყანაში პოლიციისადმი ნდობა დააბრუნა და დანაშაულის მნიშვნელოვან კლებას შეუწყო ხელი. ამავე დროს რეფორმის ისეთი მნიშვნელოვანი ასპექტები, როგორებიცაა ანგარიშვალდებულება, გამჭვირვალობა და განსაკუთრებით პოლიტიკური ნეიტრალობა, მაინც მიუღწეველი დარჩა. მესამე სექტორის აზრით, ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის მე-13 წელს ეს პრობლემები არათუ გამოსწორდა, კიდევ უფრო გაღრმავდა და სისტემური ხასიათი მიიღო. შინაგან საქმეთა სამინისტრო ხელშეუხებელთა კასტა გახდა. ექსპერტების მოსაზრებით, ბოლო წლებში პოლიციამ პრაქტიკულად დაკარგა ნდობა, საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ფუნქცია და ერთი პოლიტიკური რეჟიმის ინტერესების გამტარ რეპრესიულ მანქანად იქცა. რასაც ქართული ოცნება აკეთებს პოლიციის ხელით, რასაც შრება ქართული ოცნება, ეს არის ცალსაღად ერთი რაღაცისკენ მიმართული, რომ მას სურს ძალაუფლება შეინარჩუნოს და ძალაუფლება შეინარჩუნოს ყველაფრის ფასად. კარენ გრინევეიმ გამოძიების ფედერალურ ბიუროში 22 წელი იმუშავა და საქართველოს სამართალდამცავი სისტემის რეფორმასა და გაძლიერებაში იღებდა მონაწილეობას. FBI-ის ყოფილი აგენტი რეგიონში მუშაობის პერიოდში თავის გამოცდილებაზე დაყრდნობით ამბობს, რომ საქართველოს ნაბიჯი უკან გადადგა. შემიძლია გითხრათ, რომ დაახლოებით 5 წლის წინ საქართველოს იყო საუკეთესო პარტნიორი რეგიონში. სომხეთი პროგრესს აჩვენებდა, მაგრამ საქართველოს მაინც საუკეთესო იყო. ერთ-ერთი ჩემი ბოლო ვიზიტი, სანამ პენსიაზე გავიდოდი, საქართველოში სწორედ სამართალდამცავებთან, პროკურორებთან საქმის შესახებ საუბარს ეხებოდა და ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გქონდა, კარგად ვითანამშრომლეთ. ჩემი შეფასებით, ამჟამად FBI-ის ოფისს რეგიონში საუკეთესო ურთიერთობა სომხეთის სამართალდამცავ სტრუქტურებთან აქვს. იმ ფონზე, როცა არც ერთი პოლიციელი და სპეცრაზმელი დასჯილი არ არის, რომლებმაც სულ მცირე გადაამეტეს უფლებამოსილებას, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით პროევროპული აქციის მონაწილე 50-ზე მეტი მოქალაქეა დაპატიმრებული. ნაწილს უკვე მიესაჯა მრავალწლიანი პატიმრობა, ნაწილი ისევ განაჩენის მოლოდინშია. მათ შორის მეხუთე თვეა პატიმრობაშია ჟურნალისტი ქალი მზია ამაღლობელი. პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. იურისტების თქმით, როგორც ამაღლობელის, ისე სხვა დაკავებულების საქმეში, პოლიციელები ცრუ მოწმეებად გვევლინებიან. შინაგან საქმეთა სამინისტრო კი ისევ განაგრძობს პოლიტიკურ თვალთვალს ევროპული ქვეყნების ვადაგასული სატრანზიტო ნომრების გამოყენებით. რამდენადაც ამ ქუჩაზე ამოვალ, ანუ სულ უკან ვიხედო ხო, რომ ანუ ვიღაც ხო არ მომდევს. ანუ მარტო ეს რა, ანუ რატო უნდა ვცხოვრობდე ეგრე, რომ ისა ქვია მიწევდეს იმის ყურება, რომ რაღაც საიდანღაც ვიღაც შავებს ჩასმული ადამიანი ხო არ გამოდის. და მათ შორის ის უნდა ვარკვიო მე რომ ეს ახლა პოლიციელია
რაღაც არ ვიცი ზონდერ ჯგუფის წარმომადგენელია, რომელსაც ცემა უნდა. შიშის ფაქტორია ეს ყველაფერი, ისი დანერგვას უნდათ ადამიანებში, რომ სახელმწიფო არის მთავარი, რაც სახელმწიფოს უნდა მაგას გააკეთებს. ჩვენ თუ არ შევშინდით, ვიღაცის ადამიანი, ვინც ამას ტელევიზორიდან უყურებს, ეგ ადამიანი შეაშინოს. შიშის ფაქტორია, რომ შენ თუ ამას იზამ დღეს, ჩვენ ხვალ მოვალ და შენს გაგიტაცებთ.